იგი გამარჯობა, მაინტერესებს თუ ადამიანს აქვს რაიმე სახის ქრონიკული დაავადება, არ იგულისხმება რაიმე მკვეთრად გამოხატული უბრალოდ რამდენად მეტი შანსი არის ან პირიქით ნაკლები რეზიდენტის სტატუსის მიღებაში. რაღაც მედიცინასთან აქ რა შესაძლოა? თუ ახდენს გავლენას კითხვა ამაში მდგომარეობს. აი, გასაგებია, გავლენას ახდენს იმ გაგებით, რომ რასაკვირველია, კანონდა სჭირდება ჯანმრთელი ხავი. მეორე რაღაცა არის ესეთი რაღაცა, რასაც ქვია ჰუმანიტარული პროგრამა. აი, დაუშვათ ადამიანმა წააგო სასამართლოები, აპელაციები, მაგრამ მას აქვს ისეთი ავადმყოფობა, რომელიც არ იმკურნება მაგალითად საქართველოში, ან სხვა ქვეყანაში, სადაც უნდა დაბრუნდეს, ხო? საინტერესოა. ხო, ამ შემთხვევაში ის იძახის, რომ მე ვერ დავბრუნდები საქართველოში მაგალითად, იმიტომ რომ აი ეგეთი აპარატურა, ეგეთი წამლები, შესაძლებლობები, როგორიც არსებობს კანადაში, აი ჩემ ავადმყოფობისთვის არ არის. ამიტომ ესე იგი შემიცოდეთ, გაგებით მოეკიდეთ ამ საქმეს და აი ეს არის ჩემი არგუმენტი, რატომ მინდა ხო. ამან შეიძლება ითამაშოს როლი, რასაკვირველი. ესე იგი ეს როცა არის ჰუმანიტარული, ხო, ეს როცა არის ჰუმანიტარული პროგრამას მიმართავს ადამიანის. ჰუმანიტარული პროგრამით ადამიანს შეუძლია დარჩეთ, მაგრამ მისი ესე იგი გადაეპორტების პროცესი და ჰუმანიტარული ეს განხილვა მიდის პარალელურად. თუ ადამიანს აქვს მაგალითად ეგეთი ავადმყოფობა, ან მაგალითად მას ყავს აქ შვილები, კანადელი მოქალაქისაგან, ხო, ან პერმანენტ რეზიდენტისაგან, ხო, რომელიც არის მისი სპონსორი და ამ შვილებს სჭირდებათ მამა ან დედა. სასამართლო გადაწყვეტს ამ ბავშვების ესე იგი ინტერესების გამო, იმიტომ რომ ბავშვების ინტერესია ძალიან მნიშვნელოვანი აქ. ამიტომ რომ ბავშვებს სჭირდებათ მამა ან დედა, ამიტომ ერთ-ერთი არგუმენტია, რატო უნდა დავტოვოთ ეს ადამიანი. და რაც შეეხება ავადმყოფობას, აი ჩვენ ამ ადამიანს ვტოვებთ აქ, იმიტომ რომ აქ ესე და ეს ავადმყოფობა, ესაა დადასტურებული ექიმების მიერ და ეს არის ძალიან იშვიათი ესე იგი ავადმყოფობა, რომელიც არ იმკურნება საქართველოში. იმიტომ ამ ადამიანს ვტოვებთ აქ. მოშედეგოთ. კეთილი, ძალიან კაი. ვფიქრობ ძალიან საინტერესო და ამომწურავი იყო. როგორც მივხვდი, კარგი იქნება თუ მიმართავს თუ რამე პროცესებში წააგებს ჰუმანიტარულ პროგრამას უნდა მიმართოს. რჩევასავით ალბათ. დიახ. საინტერესო იყო, ძალიან დიდი მადლობა.